მე ბატონო. დავჭდები მეც. დაგივარდა რაღაცა. დაგივარდა რაღაცა. დამორდი გასაღებია. 15 წუთია, 6-ის. თან 1 საათი რა. დავნიშნე. დანიშნულე? კი ბატონო. დავიწყოთ? დავიწყოთ. მე მზად ვარ. დღეს ჩემს სახელოსნოში არის სტუმრად მიხეილ გობაიძე, ჩემი მეგობარი, რეჟისორი და არა მარტო. მიხოს პორტრეტი დავხატე 3 წლის უკან და შემდეგ გამოვიფინა გამოფენაზე თვალისჩინის სერიაში. დღეს კიდევ მეორე პორტრეტს გავაცოცხებ, მიხოს პორტრეტს და ნახოთ აბა მოგეწონება თუ არა და მიხოს მოეწონება თუ არა. მიხო, როგორი განწყობა გაქვს? ჩვეულებრივი, ნორმალური. როგორი ემოცია ჰქონდა მაშინ, როცა ხატავდი შენს პორტრეტს? არ მახსოვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთია, რომ იმხელა გამოვიდა და სიყო, რომ რა ვიცი, აი კიდევ შეიძლება იყოს ამხელა. მე ჩინარ ყოფილიყო პატარა. ნახოთ, აბა დღევანდელი პორტრეტი უფრო მოგეწონება თუ პირველი პორტრეტი, რომელიც დაიხატა და ის პორტრეტი ისეთი გამოვიდა, რომ გალერეაში როცა მოვიდნენ ადამიანები, არც შენს პორტრეტს ჰქონდა სახელი გვარი და მაინც ყველა ამოგიცნო ქალაქში და დღეს იმედია რომ ისევ დავიჭერ შენს ხასიათს. ანუ შენ ხარ ჩემი პორტრეტების ერთ-ერთი გმირი და ვეცდები რომ გადაცემაში პოდკასტში ვისაც ჩავწერ ჩემი პორტრეტების სერიიდანაც მოვიდნენ პერსონაჟები და ისევ ხელმეორედ დავხატო ადამიანები 3 წლის მერე. შენ შეგიძლია ნებისმიერი რამ აკეთო, მაგ მოგიმზადე. ჩემია, ხო? მოგიმზადე ფურცლები, შენს უკან დევს ნახე 5 წიგნის კლუბის პოსტა და აუცილებლად უნდა დაწერო რაიმე შეგიძლია ახავე დაიწყო და ჩააგდებ მე უკან პოსტაში, რომელსაც მე 3 წლის შემდეგ გავხსნი. მაგ უკვე სავსეა წერილი. ხატო არ მომთხოვო და დაწერთ რაღაცას დავწერე. ხო, ანუ ჩადებ კონვერტში და ჩააგდებ შენს უკან. ანუ შეგიძლია ან მე მომწერო, ან წიგნის კლუბს ნებისმიერი რაღაცა, შეგიძლია სახელიც არ დააწერო, ანონიმური იყოს და მე ნახოთ გამოვიცნობ თუ არა პოსტას რომ გავხსნი. აი ბატონო, გამოვიცნობი და ჩემ ხელს ყველა რა ქვია. იცნობს ყველა, იმიტომ რომ წერ ისე რომ ჩემს გარდა ვერაფერი ვერ კითხულობს და ჩემი წასაკითხი იქნება მაინც. მაქვე არის ასევე ალბომი, სადაც ჩემი ესკიზები აპასტელი, შეგიძლია რომ გაერთო, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა გაშეშდები თუ არა. უნდა ისაუბრო ჩვეულებრივად იყო. ხო, ძალიან მიყვარს ესკიზების გაკეთება და წლების განმავლობაში უკვე ნაგროვები ესკიზებია, სხვადასხვა ადგილას სადაც ვიყავი. ანუ მეც ჩავხატო ახლა შეიძლება? კი, შეიძლება სამახსოვროდ დავიტოვებ, მე მაგ ჩემი შვილის ნახატიც არის და რამდენიმე მეგობრის კიდე და რაღაცა ისტორიასავეთა შავი ალბომი, მოგონებების. შეგიძლია აიღო პოსტელი და დახატო. შავი არ მომწონს, მაგრამ ნუ რაც არის რა. მიხო, შენ არც ისე დიდი ხნის წინ ჩამოხვედი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან, სადაც ფილმის პრეზენტაცია იყო. ძალიან მიხარია შენი წარმატებები და ანუ არაერთი ქვეყანა მოიარე. რომელი ქვეყანა დაგამახსოვდა ყველაზე მეტად, სადაც იყავი შენი ფილმის ერთად? მე ყველა ქვეყანას რაღაცა თავის ხიბლია, რა თქმა უნდა. ხო და ნუ ბოლო იყო ესპანეთი, მადრიდი. და ნუ მადრიდმა ყველა მოდის გადააჭარბა ყველაფრით რა. ნუ პირველად ის რომ ვიყავი მეგობრებთან ერთად. ჩემი მოახლოეს მეგობრებთან ერთად. ვინც მithვლი რომ არიან ჩემი თანამოაზრეები და ერთი ფასეულობებით ცხოვრობთ და ამდენად ეს მოგზაურობა იყო ყველაზე შთამბეჭდავით, საინტერესოც და მრავლის მთქმელიც. ხო და რა ვიცი გამოვარჩევდი ალბათ მადრიდს რა. მეორე თვალსაზრისით, ნუ არქიტექტურა, ხალხი, თვითონ თავად ფესტივალი, ბევრი რამ იყო ისეთი, რაც დამახსოვდა, მაქსიმალურად ვთილობდით, რომ წუთი არ გაგვეცდინა, ეს კი არა გვეძინა სადღაც 4 ან 5 საათი რეალურად. რას გავს მადრიდი, რომელ ფერს გავს შენი საზრით? მე განსაკუთრებული ემოციები მაქვს ფერებთან დაკავშირებით და ყოველთვის ვკითხები ადამიანებს. სატყელა, ყველა ვარიანტი სატყელა ვერ გამოყოფ, იმიტომ რომ ყველაფერია მადრიდში. ანუ ერთი კონკრეტული ფერის ემოცია არ მოიტანა, ხო? ცოტა აქეთ გამოიხედე, აი მასა. მართლა გავს ესპანელები ქართველებს შენ როგორი ემოცია დაგჭა? არ ვიცი, ქართველებს მეგონია რომ არავინ არ გავს საერთოდ. ქართველები ვართ, აბსოლუტურად სხვაგვარები ხარ და რაღაც კომპონენტში ყველას გავს, რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ არ მგონია ხარ რომ ქართველებს გვანდნენ. არ ვიცი ხა ვერ დავიჩემებ.
კი, ალბათ რაღაცაში გვანა. არ მაგაზე პასუხი მოკლედ. მე ხარ ისე დავალებული მომეცი რომ რომელზე ვფიქრო არ ვიცი ხარ. მოდი ჯერ პოსტა გააკეთე, იმიტომ რომ ანუ პოსტით დაიწყე. თან შეგიძლია ისაუბრო შენს ფილმზე, ანუ ძალიან მე ფილმზე აღარ მინდა ლაპარაკი. კი, ბევრგანი ლაპარაკე, მაგრამ მე მაინტერესებს. კარგი, მაშინ არის ლაპარაკო შენს ფილმზე. მაინტერესებს თუ გაქვს უკვე მოფიქრებული, რომელ ფილმს რა თემაზე გადაიღებ შემდეგ ფილმს. რამდენიმე იდეა არის, რა თქმა უნდა. და ის უკავშირდება ისე მოკლემეტრაჟიას. თუმცა ამით ესეც ბევრი მოკნა თქვა რომ დაფინანსების გარეშე ძალიან რთულია ფილმის გაკეთება, გამომდინარე იქიდან რომ ეს პირველი ფილმი გაკეთებულია სრულად მეგობრების თანადგომით და დილდგომით და ისევ რა თქმა უნდა დამიდგება ყველა მეგობარი გვერდით, მაგრამ ვფიქრობ რომ არ შეიძლება ასე, იმიტომ რომ უნდა დღეს მით უმეტეს უნდა მოაცდინო, თავიანთ დროს უნდა მოწყვიტო და კიდე რაღაცა ანუ გადაჭრილ რეჟიმში ისე რაღაცა ჯამაგირის გარეშე ამუშავა არაფერ არ შეიძლება. ხო და ცოტა ფული თუ გაჩნდება, რაღაცა იდეები არის, რა თქმა უნდა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქართული რეალობაში ყველაზე მარტივი კი არა, ყველაზე აუცილებლად საკეთებელი არის დოკუმენტური კინო. და ვფიქრობ, რომ ეს დოკუმენტური კინო უნდა აკეთოს იმათმა, ვისაც ფული არ აქვს. და დღეს რა თქმა უნდა ეხა იქ ყველაფერს მნიშვნელობა კამერის ხარისხსაც, ოპერატორის თვალსაც, ყველაფერს, მაგრამ დღეს ძალიან მარტივად შეგიძლია სათქმელი თქვა, რომ ტელეფონითაც კი თავი გაწყვეტდეს და ხედავდე იმას, რასაც სხვა ვერ ხედავს. ამიტომ დღეს გონია, რომ დოკუმენტური კინო ყველაზე ესეთი დღის წესრიგში რაც დგას და თან ბევრი ისეთი თემები და ისეთი სივრცეები და ისეთი საინტერესო ადამიანებია, რაც ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი და ხვალ ისინი აღარ იქნებიან. ამიტომ დოკუმენტური კინო არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი ხანია გაქვს შენი გადაცემა ეთნოფორი. გადაღებებზე დადიხარ როგორც ვიცი. რამდენი წელია უკვე ეთნოფირი არსებობს და ჩემი გადაცემა ცოტა ისეთი ნათქვამიანი, მე ვჩანვარ ეკრანზე, თუმცა მაგრამ შენი როლი განსაკუთრებულია მაინც. შეიძლება ითქვას პაზლის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. ქვეშ არ ვიცი თუ არა მინდა გითხრა და ტიტრებს თუ მიაქცევ ყურადღებას, იქ ეცოდინება რომ გადაცემას ყავდა ავტორი, ქეთი ნაგერვაძე, ქეთევან ნაგერვაძე. კი, მე მიმიქცევა ყურადღება და ძალიან სასიამოვნოა რომ ტიტრებში არ გაქრა მისი სახელი გვარი და დღემდე მოიხსენიებთ. კი, ეს არის პასუხისმგებლობა და ვალდებულება ცოტაშორის გადაცემა დაიწყო 2014 წელს, პირველი გადაცემა გავიდა 2014 ნოემბერს, ამ დღეს დაიბადა სიდონია ჯანკალიშვილი. ფაქტობრივად ეთნოფორის და სიდონიის დაბადების დღე არის ერთი დღეს. ხო და ქეთი ყველაფრის სული ჩამდგმელი და ფაქტიურად ძალიან ცოტა ხანი მოახერხა, რომ ის ყოფილიყო ჩვენთან ერთად. ავტორია ის შედეგად თითქმის ერთი წელი იყო კომაში. და ერთი ну ჩვენ ბიჭებს არ ყავდა ნახი რა ქეთი მდგომარეობაში, მინდოდა რომ არ გვენახა რა. როგორ დაიცვალა ხომ მივედით რა თქმა უნდა სახლში ხო? ხარება უნდა გიქო ოჯახისთვის, ქეთისთვის და მამა რო შევხვდა, ვემზადებოდით რომ რითი ვიდო როგორ გვეთანხმება, ხა რა უნდა გვეთქვა ხო? წუხარ და ვიზიარებ და თანამონაწილე ვარ, ახლა ეს სიტყვები არ არის ჩვენ არ მამასთან მიდიხარ. თვითონ საკრავ პირიქით გვანულიში და პირველი სიტყვა რაც იყო მამამ გითხრა გადაცემას ხო გააგრძელებ. გადაცემას ხო ყველაფერს ვეროდებოდით ამ სიტყვის გარდა და გადაცემას ხო გააგრძელებ, ну იყო ერთგვარი პასუხისმგებლობა. იმიტომ იცოდა თავისი შვილის ემოცია და მისთვის მე ვფიქრობ ესეთ კიდევ უფრო ყველაფერს ვეროდებოდი ამის გარდა. იმიტომ რომ შვილი ყავდა გარდაცვლილი ადამიანი. კონდა რა თქმა უნდა ბიჭებს საფიქრები რომ როგორ რა დამოკეთებია, როგორ დაგვეწყო, მაგრამ ნუ აი მე-12 წელია უკვე გადაცემა ეთერშია, რაც არის ვფიქრობ ძალიან დიდი გმირობაც თითოეულ ჩვენგანის თანამონაწილეობით და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს თუ რამდენად დიდარია ქართული მრავალხმიანობა ამ რაღაც ხელის გულზე დასატევ ქვეყანაში, რომ ამდენი შემსრულებელი ყავს და ამდენი ადამიანი ქართული მრავალხმიანობის ცოცხლობს, ეს კიდე ბევრ ამაზე მეტყველებს და
დასაფიქრებელია ეს ამბავი სული ძახი რომ გადაცემაში არის მინიმუმ 3 რესპონდენტი მაინც ანუ 3 ხო სამას უნდა აფიდაცემაა უკვე მზადია. უკვე შეთეხარ რომ გადაამრავლო, ნუ დაახლოებით საშუალო იყო 1500 ადამიანი მაინც გამოდის ვინც. ოქროს არქივია მე ვფიქრობ ქვეყნისთვის. უკვე ოქროს არქივი შეგვიძლია მივიჩნიოთ, იმიტომ რომ მათგან 80%-ს ვეღარ მოვისმენთ. ფლატ 80 შეიძლება არა, მაგრამ გარდაცვლილები არიან და საკუთრივ ნაოხმელი არსი ხო იმაშია, რომ ყველა შემსრულებელი თავისებურად მღერის, ამაზე მთელი უნიკალურობაც არის შემსრულებლის მიერ შესრულებული ვარიანტის ხასიათი განწყობის, პროფესიონალიზმის თუ ასე შემდეგ და ძალიან დიდი არქივია მართლა თვალსა და ხელშუა შექმნილი, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს ძალიან წაადგება სამომავლოდ. ეს არის რაღაცა კაი კონიაკივით რაზულადის მე თუ უფრო გემრიელი რო ხდება. ხო და გრძელდება ეს ყველაფერი ძალიან მიხარია რომ აი ხო გუშინ ჩამოვიდეს გადაღებიდან სამი გადაცემა მოვუგადეთ. აბსოლუტურად ჩვენთვის მანამდე უცნობ ჯგუფებს ნუ ორი ოჯახი იყო და ერთი ანსამბლი იყო მათ შორის. შევხვდით და ეცული მაგ როდის გავა ეთერში რომ სხვამაც მოკლედ გაიხაროს ამ ყველაფრით რა. მიხო, თან ლაპარაკი და თან წერა არ გამომივიდა, ამიტომ გავხატავ მიჩვენი. ჩემი პორტრეტი დახატე. ცოტა ადამიანია, ვისაც მაგ შეუძლია და მე არ ვარ მათ შორის. მიხო, მე ვიცი რომ შენ განსაკუთრებით უყვარს ჩვენი კუთხე, აჭარა. რომელი ადგილი გიყვარს ყველაზე მეტად? ნუ ყველას თავის რომელ ადგილას გამიშვებდი სახატავად? აი, სად შეიძლება აჭარაში? აჭარანი, მთელი ზემო აჭარანი და სახატი კი არა, არის ყველა დეტალი. მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ შენ სად გამიშვებდი რომელიმე კონკრეტულ ადგილას? ძალიან ბევრი ადგილია ასეთი ხა მე ჩემს სოფელზე უნდა ვთქვა თქო და მიხადში ასეთი ადგილებია და ჯერ კიდე ხელუხლებელი და არ არის ჩარეულობა კორპუსებისა რაც ბევრ თას მოუვიდა აჭარა ჯერ კიდე ხელუხლებელია თვალსაზრისი და რა თქმა უნდა ყველაფერი დასახ მაგალითად ის იალაღები სადაც ჩემი სოფლის მემთეურები დადიან არის არჩაირი აი ყარაგოლია იქ საინტერესო ტბა შავი ტბა ასე ვთქვათ ორია ანუ ერთი არის ცოტა მაღლა აქედან გადის და მეორე იქვია რა სკოშაწყალიდან არის და მე მგონი კიდე პატარა არის იქვე ხო და ამგოლის გარდა საინტერესო სახლებია რა ბოლოს ვიყავი რამდენიმე წლის წინ და ძალიან გული დამწყდა იმიტომ რომ ბავშვობაში რაც იყო ის აღარ არის ფაქტიურად ჯერ მემთეურებიც აღარ არის იმდენი როგორც ჩემს ბავშვობაში იყო და მაგრამ ამ სახლებს აქვს ძალიან საინტერესო არქიტექტურა ყველა არის ფაქტიურად ინდივიდუალური და პრაქტიკულად რაც ჭირდებოდა ისინი მოარგო რა პირობითად აი ტუალეტიც რო არის ასე ეძახიან რა ქვია ბეზმეს რო ეძახიან ჩვენთან ისიც კი ისე საინტერესო და ორგანულად არის სახლებზე მიბმული ან გარეთ განთავსებული მოკლედ არქიტექტურულად არის ძალიან საინტერესო სახლები და ჩასახატია რა მე ესე ვფიქრობ რომ თუ შეგექნება მის საშუალება აი საიჩარზე ადი აუცილებლად მე ვიცი რომ შენ ოცნება ხანის ციხე მე ვიცი რომ შენ ოცნება გქონდეს სახლი მთაში და ბევრჯერ ვისაუბრია მაგაზე. კიდე ასე ვფიქრობ, იცხოვრებდი, როცა ასაკში, ალბათ ასაკში წახვიდოდისაც ცხოვრობდათ, ხო? როგორი სახლი გინდა გქონდეს აჭარაში? გადავიდოდი, ვოცნებობ რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც სოფელში ცხოვრობს, ნუ მათ ახალ ხსები და საკუთრებით ჩემი თაობის ვინც არიან, ყველა მარწმუნებს, რომ არ არის ადვილი სოფელში ცხოვრება. იმიტომ რომ ძალიან რთულია არსებობა და ის რომ მოუარო იქაურობას რა. თუმეტეს ახლა ფიზიკური შრომით ვერ იარსება, გამორიცხულია. ის კი არა, ვინც იქ ცხოვრობს და ფიზიკურად შრომობს, ისინიც კი გამორბის ქალაქში. ხო და რა ვიცი, 10 წლის შემდეგ მართლა ვერ ვხედავ ჩემ თავს ქალაქში რა უნდა ვაკეთო. თუ რამე გამოჩნდება ისეთი რაც შეიძლება ვაკეთო, ალბათ დავჩები, მაგრამ ხო, ну, სოფელი ახლა როგორც ყველას, მეც სიმშვიდე, სიმწვანე, ნატურალურობა ბუნების ხმები, რა თქმა უნდა, მინდა რა, მინდა კი რა უცნებობ და როგორი უნდა იყოს, ზავი პატარა, ესეთი მორიდებული სახლი რა, მოგრძალებული. დიდი ვიტრაჟებით ალბათ. აი პრაქტიკულად რაც შეიძლება დაგჭირდეს სახლში, ესე მყავდეს და აუცილებლად
სტუმრისთვის ცალკე ოთახები რა. ტრადიციულად აჭარლები ყოველთვის მასზე აკეთებდნენ სახს, რომ ერთი ოთახი იყო ყოველთვის სტუმრისთვის. არ მიგვეს რომ შენც მოინდო მე აი მეიდანოდას რო იძახიან ეს ხო არის ტრადიცია დღემდე არ მგონი ეს მაქვს ესეც სახე ეს ნანახი იცი ხო ისტორია ანუ ერთი ოთახი ყოველთვის არის კარი ღია ასე ვთქვათ არ იკეტება სადაც სათოლი ასწორებულია ჩვეულებრივ მზად არის სტუმრისთვის და ასევე ყველა დღე ცვლიდნენ ყოველ შემთხვევაში საკვებს შეიძლება ჩვენს სტუმარს ჩაილო შესულიყო მოესვენა რა ვიცი ესაულმანი ვახშმე და დასულიყო ისე რომ მათგიდელი არ გაეღვიძებია საერთოდ რა და ეს განსაკუთრებით ისეთ ადგილებში აი მაგალითად ჭვანის ხეობაში არის ესეთი იმიტომ რომ თვალებს შემოხედე ხა თვალები და გიხატო ჭვანადან გადადიოდნენ გურიაში და ამიტომ იქ ვიცი რომ არის რაფერი თვალებს ხატავ ეხა ისეთი განათებაა სახელოსნოში ამ წუთას რა ფერი თვალებს ხატავ ეხა გაქვს ძალიან მუქი ბალოტისფერი თვალები როგორცაც ვხედავ ამ წუთას ისეთ გეცლება თვალების ფერი აშკარად ხო მოიხედე ერთ წამით იმიტომ რომ შენ თვალები ზოგჯერ არის რაღაცნაირი ტბისფერი ღრმა ტბისფერი და ეხა გაქვს აი ცუდამინჩი რომ ტბას აქვს რაღაცნაირი ნაცრისფერი მომწვანო თვალები მასეთი ფერი გაქვს ეხლა შემოხედე მე ვიცი რომ განსაკუთრებით გიყვარს ზურაბ გორგილაძეს პოეზია რომელიმე ლექსი გიყვარს განსაკუთრებით და თუ გაიხსენებ რამეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი გისაუბრია შენ ჩემთან სახელოსნოში ზურაბ გორგილაძეს იმიტომ რომ მეც ძალიან მიყვარს და როცა ვხატავ ხშირად ვკითხულობ მის ლექსებს აქ წიგნიც მიდევს აქ და შენ იცნობდი მას ცხოვრებაში მე სამწუხაროდ არ მქონდა მაგის ბედნიერება. ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ხო ჩვენი თანამედროვეა, მე რაღაცა არ მქონია შეხვედრის საშუალება. თუმცა რამე თუ იძებნება მისი სატელევიზიო ეთერი თუ იუბილეები თუ რა ვიცი ყველაფერი მაქვს ნანახი და მოსმენი მაქვს. ახლა გამორჩევი ზურაბ გორგილაძე მიყვარს ახლა ცოტა ისეთ ნათქვამი რა თქმა უნდა მე პოეზია როგორც ყველას მეც რაღაცები მაქვს ჩემი პოეზიისადმი ტოლვა და ზურაბი რა თქმა უნდა მიყვარს იმიტომ რომ აი იყო ჩემზე ძალიან გიწველი და იყო კაი კაცი ნამდვილად მე განსაკუთრებულ მის პოეზიაში ეს ჩანს ნათლად მიხო რომელი ფერი გიყვარს ყველაზე მეტად რა ვიცი ყველაფერი მიყვარს არ მომწონს შავი დასთან ასოცირდება შენი შავი? შავი. ხო, ქართველებს ამოყართ შავი ფერი, თან მამაკაცებს და შენ არ გიყვარს. ბიჭო, ხო, რავი, შავი ასოცირდება ყველაფერი მასთან რა ქვია რა, ცუდთან. იმიტომ რომ ყველაფერი შავი, ეხლა არ ვიცი ეს რასთან არის კავშირში, რა თქმა უნდა, ხა ფერი ყველას აქვს და განწყობა მოაქვს თავისი, მაგრამ მაგალითად 90-იანების ბავშვი ვარ, ხო, მეც და შენც. ხო და ყველაფერი შავი იყო, რავი, ეთერში რაც გადიოდა ეს საშინელი კადრები, ისიც შავი იყო, ფოტოები იყო და შავი იყო, აი არცად ფერები არ იყო ფაქტიურად და რეალურად მართლა შეიძლება 2 ან 3 ფერი იყო, ტანსაცმელშიც კი და ყველაფერი მუქ ფერებში იყო და მუქი ფერები და ყველაზე გამორჩეული არის კვეთრად ასე შავი და შავი არ მომწონს ყველაზე მეტად. რომელი ფერია შენთვის ბედნიერების ფერი? არ ვიცი. შეხედა? აი ეხლა დაფიქრდი, აი რომელ ფერზე გაქვს ასოციაცია? Ja, მწვანე ალბათ. მწვანე ძალიან საინტერესო ფერია. უკვე არის ჩემს ნახატში მწვანე ფერის ფრაგმენტი, იმიტომ რომ მგონია რომ გაქვს ამ ფერის აურა. სულ ერთ წამით შემოხედე მე. მიხო, როგორი წარმოგიდგენია შენი ცხოვრება მაგათად 10 წლის შემდეგ? სულ საქართველოში გინდა ცხოვრება? რა თქმა უნდა საქართველოში მინდა ცხოვრება და მე მგონია რომ სხვაგან ვერ ვიცხოვრებ აი დიდხანსაც კი ეხლა ქვეყნიდან რო გავდივარ მაგალითად მაქსიმუმ ყოფილვარ 2 კვირით ხო მეტი არა და სულ რა თქმა უნდა მინდება აქეთ დაბრუნება და მე მგონია რომ ვერცად ვერ ვიცხოვრებ შეიძლება რაღაცა მისით ან სამსახურით ან რაღაცის გამო წავიდე აი ხა როგორც მივდივარ მაგალითად აგვისტოში ამ ფილმის ფესტივალზე და მე კიდე გადასაღებად მივდივარ ნიდერლანდებში ჩვენ საქმით წავალ, მაგრამ საცხოვრებლად გონია რომ ძალიან გამიჭირდება. ოდნავ გასწორე ეს თავი აი მასზე. თუმცა არ მიფიქრე ამაზე, მაგრამ თუ იქნებიან
ჩემი, რა ვიცი, ოჯახის წევრები ჩვენს გვერდით შეიძლება არც გამიჭირდეს, არ ვიცი, ეგეც არ ვიცი, აი ამ ფიქრია მაგაზე. მაგრამ ამოცემულობით შანსი არ ვერ ვიცხოვრებ ვერსად. მე მგონი შენ აუცილებლად დაბრუნდებოდი რომ წახვიდე მაინც ისევ სამშობლოში, იმიტომ რომ რაღაცნაირად მართლა გონია რომ შენ ვერ გაძლევ სხვაგან დიდხანს. მეც ასე მგონია. იმიტომ რომ როცა მოგზაურობდი ფილმის გამო რომ გეკითხებოდი, ანუ უკვე მინდა ჩამოსვლა. გააჩერე თავი, ეხა სულ 2 წუთი გააჩერე და მე შეგიძლია აღარ მიყურო და ხელი მეშლება ხატავ კაცო. ნუ მასტერკლასი გაქვს თან. მიხო, აი მაგალითად რა შეცვლიდი ბათუმში, რა არ მოგწონს ბათუმში და აი როგორი გინდა რომ დარჩეს ბათუმი? არ ვიცი, აი ბათუმი უკვე მე მგონი ვერაფერს ვეღარ შეცვლიდა, ვიც დარჩება, იმიტომ რომ თუ არქიტექტურაზე ვილაპარაკეთ, ბათუმი აღარ არის ბათუმი. ბათუმი არის ჩვეულებრივი, რა ვიცი, რეანიმაციაში, აი მართვის უნდობადაც აღარაა, სადაც გარდაიცვლება რა ქალაქი, იმიტომ რომ ის ქალაქი აღარ არის რაც ქონდა მას, რაც ხო მისი ხიბლი. ეს არის აბსოლუტურად ახალი ქალაქი, აი რაღაცა ქაოსით, ხმაურით, ჭრელი საზოგადოებით და რა შევცვლით, ვერაფერს ვერ შევცვლით, საერთოდ ვერაფერს ვერ შევცვლით და რას უყვებოდი ფილმზე რო იყავი წასული უცხოეთში, უცხოელებს შენს ქალაქზე? რა გახსენდება? ქალაქზე არ იმდ დრო ძალიან ცოტა იყო, ყველა შემთხვევაში ხო ძალიან ცოტა დრო და თითქოს ყვებოდით საქართველოზე, იმიტომ რომ ჩვენ კი ბევრი გვარწმუნებს რომ არ იქა გვიცნობენ და ჩვენ მართავთ და რაღაცა ჩვენგან იწყება კაცობრიობის ისტორია და ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ და ნუ შეიძლება დაგვარად პირველ რიგში რა თქმა უნდა ვეუბნებოდი რომ ვართ ძალიან დიდი კულტურის და ისტორიის მქონე ქვეყანა. Ну, რა თქმა უნდა, ღვინო, ეხა ღვინო მეტნაკლებად იცოდნენ, რომ ღვინის სამშობლო ვართ. ვესაუბრებოდი, რომ ამ 20 წლის ქვეყანაში გვაქვს რამდენიმე დამოუკიდებელი ენა, დამწერლობა, ცოცხალი დამწერლობა, რითაც ხას უსვამდი ჩვენს მაღალ განვითარებულობას და მაღალ ცოდნას ჩვენი წინაპრების და რა თქმა უნდა, მრავალხმიანობაზე ვილაპარაკებოდი, რომ მრავალხმიანობით ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება რომ აჩვენო თუ ვინ ვართ, რა ადამიანები ვართ. და არა მარტო ვეუბნებოდი, ვაჩვენებდი კიდევაც, აი ერთ-ერთ ბოლო ასე წასვლაზე მე და სოფიკო ვიყავით და იქ დახვდა ჩვენი მეგობარი ბუბა, სორდი ამერიკაში. იქ იქ ნიუ-იორკში და მოკლედ ფესტივალზე, აი ბოლოს ფარტები სადაც იყო, იქ ჩვეულებრივ საშუალება იძლეოდა და მღეროდით კიდეც და ნუ ამით ვაჩვენებდი ჩვენ სიმღერო ეხა რამე. ხატვის დროს ხო აი რიცხული მარტო რა უნდა იმღერებოდეს. არ იმღერებოდი? მარტო ვერაფერს ვერ იმღერებოდეს. წლების განმავლობაში შემღეროდი ანსამბლში, რა თქვა შემახსენეთ თქვენს ფერისცვალება. რამდენ ხანს სიმღეროდი? მოკლედ მაგი ისტორია იწყება ასე რომ ჩვენ ტაძარში ვიყავით მგალობლები. გასწრე აი ეს ხა. ჯგუფი ვიყავით, რავი 15 ადამიანამდე მაინც ვიყავით. მეგობრები იყავით ხო? ყველა მეგობრები და ამ ტაძრის მრევლი ვიყავით, აი ფერისცვალების ტაძარი არის. მაგიტო ქვია სახელი ხო? კი. და ნუ ჯერ ვიყავით ეს მგალობელთა გუნდი გვერქვა და ჩვენი ძირითადი საქმიანობა გალობა იყო რა თქმა უნდა და უპირველესი ამოცანით ეს რომ მსახურებაზე ქართული ტრადიციული საგალობლები გაგვიჟღერებია. და სხვათა შორის ძალიან ხელს გვიწყობდა კი არა ფაქტობრივად მისი ინიციატივით იყო მამა ბასილი და ეს მამა ბასილი არის ბერიძე. ამ ტაძრის წინამძღოლი, აი მამა სისოს, მამა სერაფიმე ქედაშვილი იყო, მაგის შვილი. და ნუ წმინდა სევერიანის ძმის შვილი. ხო და ეს ბიჭები ყველა რა ვიცი ამ ტაძრის მრევლი ვიყავით და გალობდით და სადღაც 2005 თუ 2006 წლიდან. 2013 წელს უკვე ანსამბლად გარდავიქმნით. და იყო გურბილაძე ჩვენი ხელმძღვანელი და დავიწყეთ ძველი აჭარის სიმღერების მოძიება და გაცოცხლება და პირველი ესეთი დიდი კონცერტი რაც გავაკეთეთ იყო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ევროპის თეატრის ძახიან სადაც 1000 ადამიანი არის მაყურებელი ჩვენი ანსამბლი და ანსამბლის სახიობა და ასევე მამა დავითის ტაძრის გალობეთა გუნდი მაგას მალხაზი ქოინძე ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო კონცერტი გამოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ ერთგვარი ლექცია კონცერტი იყო რა. მალხაზი, ცოტანი მალხაზი ყვებოდა ამ სიმღერების და ამ მოღვაწეების ისტორიებს რა. იქ მინდა ექვთიმე კერესელიძის, მინდა ფილმ კორიძის 8 წლი, თუ როგორ მოვიდა ეს საგალობლები ჩვენამდე, თუ რა გზა განვლო და როგორ
სხვადასხვა დროს რუშევდნენ და განსაკუთრებით აი საბჭოთა პერიოდში თუ რა უბედურებები ხდებოდა და მსმენელები ყავდა მოვიწვიეთ თუ ვინმეს მივწვდით განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტაძრის რეგენტები, რა ვიცი სასულიერო პირები, გუნდები, სკოლის გუნდები, მათი მასწავლებლები, რომ რაღაცა ამათთვის ერთგვარი ლექციაც ყოფილიყო და თან პრაქტიკულადაც ვაჩვენებდი და თეორიულადაც ყვებოდნენ ამის შესახებ და ვფიქრობ, რომ ეს კონცერტი იყო ძალიან საინტერესო კონცერტი და ამ ანსამბლის არსებობაც იყო ჩვენს რეალობაში ძალიან ეხლა აღარ არსებობს ანსამბლი? ეს ანსამბლი აღარ არსებობს სამწუხაროდ ბევრი მიზეზი იყო, მაგრამ ერთ-ერთი არის, რომ როცა მაშინ დავიწყეთ ჩვენ შეკვრა და რეპეტიციები არც ერთ ოჯახი არ ყავდა, საზრუნავი არ ყავდა, ახლა ზოგს 4 შვილი ყავს, ზოგს 5 შვილი ყავს. დაფინანსება ჩვენ არ გქონდა, პატრონი ჩვენ არ ყავდა, ჩუხებსაც ჩვენ ვით ვიკერავდით და გასტროლზე ჩვენი ფინანსებით დავდიოდით, ასე ვთქვათ რა. ხო და გართულდა მოკლედ რა, თორე ჩვენ რეპეტიციები გქონია, აი 3 წლის შუღზე რეპეტიციობდით, ესეთი პერიოდიც იყო. რა მაგარია. და ისეთი სითბო და სიყვარული ჩამოგვიყალიბდა თითოეულ ჩვენგანს, რომ რა თქმა უნდა ძალიან გული მწყდება, რომ ეს ანსამბლი აღარ არის ვეღარ აკეთებს თავის საქმეს და ისიც რომ ტაძარში არ გვავართ და არ გავობთ. ძალიან გულდასაწყვეტია რა, რაღაცა ძვირფასი რო გაქვს და უცებ რიგი მიზეზების გამო რომ აღარ გაქვს. ძალიან შენ ასევე ხარ მიხა თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელი ხარ მეგობრებთან ერთად, რომელიც უკვე ამასობაში მეოთხე წელი არსებობს ხარ თუ მესამე? 4 ჯერ ჩატარდა და მეხუთე იქნება წელს. ერთი წელი იყო პაუზა, ხო? შარშილი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ახალგაზრდებისთვის ძალიან ბევრი კარგ რაღაცას ეკეთებს ეს ფესტივალი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი თეატრში უკვე დადის ამ სპექტაკლების შემდეგ. კი, განსაკუთრებით ახალი თაობა რა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოზარდი თაობა უბრალოდ. და შენს ფესტივალს ქვია პირველი ავტოგრაფი. ბატონო. რა გეგმები გაქვს ფესტივალთან დაკავშირებით სამომავლოდ? ნუ გეგმას და მიზანიც, ვიცი რომ დავიწყეთ ამის კეთება პეტრესთან ერთად, პეტრე ჩარგეიშვილთან ერთად, რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი. გეგმას და მიზანიც და იყო ის, რომ მოზარდი თაობა დაგვეინტერესებინა თეატრით და რომ თეატრში რო შეგვეყვანა რა და უპირველესად როგორც მაყურებლები რა თქმა უნდა ყველას ახლა სხვადასხვა დროს ვეპატიჟებოდით, მაგრამ სცენაზე მდგარი მოზარდი კიდე სხვაგვარად აღიქვამს ამ ყველაფერს და მიზანი იყო ამათი თეატრში შემოყვანა რა. რაც თავისთავად მხოლოდ როგორც მაყურებელს არ გაზრდიდა, რაღაცა მიაბრუნებდა ლიტერატურისკენ, ანუ ცოცხალ პროცესზე, რომ რაღაცა წიგნთან ურთიერთობა ქონოდა რაღაცა პერსონაჟებს გაიცნობდნენ და თამაშით დაიწყებდნენ ცხოვრებას. მერე ყველა შემთხვევაში რეპეტიციები გვიან იყო და პრაქტიკულიც ჰქონდა, რომ მაგალითად თუ გვიან დამთავრდებოდა, ბიჭები აუცილებლად მიეცილებდნენ გოგონებს სახლში, ესეც იყო. თვალსაზრისით აი გაჯეტებზე რომ მოწყვეტოდნენ ბევრი სხვადასხვა საკითხები, ხა მე ასე ჩამოვთვლი, იმიტომ რომ თეატრი რა თქმა უნდა არის სინთეზური ხელოვნება და თავის თავში მოიცავს ხელოვნების ყველა დარგს და სხვათა შორის ძალიან ბევრი ბავშვი ვიცით, ვინც რაღაც თვალსაზრისით ამ ფესტივალის შემდეგ პროფესიად აირჩია. აი ხა ერთ-ერთი მაგალითად ამთავრებს არის მგონი მესამე კურსია, სამსახიობო სწავლობ ჩვენთან უნივერსიტეტში. რამდენიმე ჩააბარა მაგალითად თბილისში რაღაც ტექნიკური განხრით, მაგრამ იქ თეატრალობაში ისევ არის ამ აკაურობის სიყვარულის გამო რა, აქ შეძენილი სიყვარულის გამო. რა ვიცი, 1000-ზე მეტი ბავშვი ფაქტიურად არის უკვე სცენაზე მდგარი და ფიქრობ, რომ ისინი კაი მაყურებლები მაინც დადგებიან თუ რაღაცა პროფესიად არაერჩევენ და თან ერთი კიდე რა იყო ისინი, რომ აი ეს აბიტურიენტები პროფესიის არჩევის დროს აქვთ ძალიან ბევრი დილემა. ერთ-ერთი არის, რომ შობელი რას ურჩევს. მეორე არის, რომ რაღაცა რა არის მოდაში პირობითად. ან თავის სამეგობრო რას ირჩევს. ჩააბარებს რომელიმეს რეკომენდაციით, ან რომელიმეს გავლენით და აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ აინტერესებს ერთი და მეორე, რომ არ გამოსდის ისე, ან არ არის მისი მოწოდება რა. ხო და
თეატრის შემთხვევაში, როცა ასე შიგნიდან იცნობენ უკვე თეატრის შეიძლება ითქვას კულისას და შიდა მეურნეობას, უკვე ხვდებიან, რომ თეატრი არ არის მარტო მსახიობი. თეატრში ახლა პირობითად თუ 10 მსახიობი დგას სცენაზე, მას დაახლოებით 1000 კი არა 160 ადამიანი ემსახურება. მან ჯერის რაღაც მხატვრები, კომპოზიტორები, რეკვიზიტორები, გამნათებელი ხმა და ასე შემდეგ და რატომაც არა. იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობაში იყო ასე რომ ან ეკონომისტი უნდა გამოსულიყავი, ან იურისტი. ან ექიმი, ну ახლა ექიმი ისეთი იყო, ან მშობელს უნდა რომ ექიმი ყოლოდა. მიხო, ლიტერატურა ახსენეს შენ. ანუ შენ ხარ ასევე ჩემი წიგნის კლუბის წევრიც, რაც მე ძალიან მიხარია. ყველაზე ურჩი წევრი ვარ მე. კი, მაგრამ მაინც წევრი ხარ აქტიური. რომელი მწერალი გიყვარს ქართველი ჯერ და მე მითხარი უცხოელიც. მე რა ვიცი. აგიტყასე მიყვარს რავია. ყველა წერას აქვს თავისი რომელ წიგნს ეტყოდი უცხოელს, აი მაგათად ფესტივალზე რო ეკითხათ შენთვის ესპანეთში ან სხვაგან, რომელ მწერალზე ეტყოდი რომ აუცილებლად უნდა წაიკითხო რომ მიგრძნო ქართული სული. ნუ ყველა არის თარგმნილი. რა უნდა ვეფხისტყაოსანი უნდა ურჩიო ნებისმიერ უცხოელს კი არა, ასაკის შესაბამისად ყველას პირველ რიგში უნდა ურჩიო ვეფხისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი არის რეალურად ყველაფერი ერთად. თუ რამე არსებობს, რა ვიცი, სათქმელი და სულიერი ფასეულობა რაც ადამიანს და კაცობრიობას ზოგადად აქვს და მოუმუშაკებია თუ შეუძენია ყველაფერია და რა თქმა უნდა ვეფხისტყაოსანს გააჩნია რა, აი ადამიანის ინტერესს გააჩნია ის რა ინტერესი აქვს და როგორ ფილმი რომელიც შენ გადაიღე და ეხლა ბევრი პრიზი აიღო, რეალურად არის ერთ-ერთი მწერლის შთაგონებით გაკეთებული ერთ-ერთი მწერლის ნაწარმოები, ხო? რატო აირჩია ეს მწერალი? იმიტომ რომ შენ საყვარელი მწერალია თუ რატო? წერლობის გამო არ ამჩევი ახლა რა თქმა უნდა ჩეხოვს ამ მოთხრობის გარდა კი არა ესეთი პიესები აქვს რომელიც რა ვიცი დღემდე აქტუალურია და ალბათ იქნება ყოველთვის და ეს ახასიათებს დიდ მწერლებს და გენიოსებს მაგალითად რაღაცა მაგათი ის არის კრიტერიუმიც მაგია რომ დროს უძლებს სათქმელი არის ყოველთვის თანამედროვე ხო და რატო ჩეხოვი ჯერო მიჩია შოთამ უჯაბიძე შეხედე მაგრამ მანამდე იყო რომ ჩეხოვი მოიტანა გიორგი გოგიბერიძემ ვინც იყო ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი და ნუ ის რაც მან მოიტანა მოკლედ შევთანხმდით რომ ის არ ყოფილიყო და ნუ შოთაშჩევით ეს შევარჩიე იმიტომ რომ იყო რაღაცა მარტივი ენით სათქმელი დიდ პრობლემაზე რა პრობლემაც ფაქტიურად თავის თავში შემდეგ ბევრ სხვა ვერაგობას ბადებს. და იმიტომ რომ ჩეხოვი, ამიტომ არ ყოფილა რა. მოდი, მე საერთოდ ყოველთვის ყველას ვკითხავ ლექსებს წიგნის კლუბშიც. ეხლა მე თვითონ რომ ხატვის დროს მიხდი მქონდეს, მე წავიკითხავ და ჩემს საყვარელ ლექსს წაგიკითხავ. სხვათა შორის ძალიან მიყვარს ამ წიგნში ილუსტრაციები, სასწაული ილუსტრაციები. ხაბაძის არის, კი, მე მქონდა. ეს არის ძალიან კაი გამოცემა. კი, რეალურად მართლა ძალიან კარგი გამოცემა და ვფიქრობ, რომ კარგი ილუსტრაციები დატოვა და ჩვენ ვიყავით სტამბულში ერთად. ჯგუფური გამოფენა იყო 2015 წელს და გავიცანი. ჩემ თვითონ ბატონი ზურაბი. ჩემი საყვარელი ლექსი არის, ეს წიგნი თან ძალიან ემოციური, მაგრამ სხვა გამოცემებიც მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ამ ილუსტრაციების გამო ეს წიგნი მიყვარს მე. თუ გამოიცნობ, რომელი ლექსი მიყვარს მე? სიბერის ლექსი არ იქნება იმედია. ახლა ჩამოფრალი სანთლები ესეთია ძალიან ემოციურია, მაგრამ ისეთი ამბობს რომ ისეთი არის რომ ყველას უყვარს. მეც მიყვარს, მაგრამ ჩემი საყვარელი ლექსი მაგის მერე არის კიდევ ერთი ლექსი, რომელიც ალბათ ვერ გამოიცნობ და მოდი წაგიკითხავ. მე ხარ რეპეტიციები არ ჩამიტარებია, ყოველთვის გუწფელი ვარ. პირდაპირ ისე წავიკითხავ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და 2 წუთიან პაუზას გავაკეთებ, რომ მე გავაგზავნო სხვათა შორის შენი პორტრეტი უკვე დასრულებულია, ახლა რომ გავჩერდე. ცოტა დარჩა. ხო, დასრულებულია, სულ ელემენტარული ფრაგმენტები დარჩა. და მანამდე შენ აუცილებლად უნდა დაწერო პოსტა, მე სანამ ლექსს დავიკითხავ. დავიწყე და გამაწყვეტინე. შენ შეგიძლია ხა დაწერო, იმიტომ რომ ამ წუთს აღარ პოზირებ.
ისე როგორი შეგრძნება ჩემთან პოზირება, ანუ არ არის ხო ძალიან ძნელი, იმიტომ რომ მე არ რა უნდა იყოს ძნელი ახლა არ მირტყამ, არ მცემ. არა. ერთადერთი ყავარყოფილი იქნებოდა ანჩაი. არ გაექანო, არის სუნთქო, თვარი არ დაახამხამო. ამასიათ მეუბნებოდა ჩემი და მარიანა რომ მოდი დაჯექი აუცილებლად უნდა გავაცოცხლე შენი პორტრეტი, იმიტომ რომ მამის პორტრეტი გავაცოცხლე ასე. და მეთქი ოჯახის წევრებს ყველას დავხატო და ჩემო და მითხრა რომ არა ნინო მე არ მაქვს თავი პოზირების და რატომ ერთი ხომ იცი რომ სწრაფად ხატავ და მე ძალიან კარგად მახსოვს ბავშვობაში ერთი ქალი რომელიც შენ გასწავლიდა წინ ესე იჯენდა მართლა ხშირად გაკვეთილზე და სულ მეუბნებოდა რომ არ გაექანიო და სტრესად მახსოვს რომ ვერ მეუბნებოდი ვერაფერსა და ძალიან ცუდად დამამახსოვდა და აღარ მინდა რომ არაჩვეულებრივი ხატვარია ის ქალი, მაგრამ უბრალოდ მარიკას ასე დაამახსოვრდა და მე დავფიქრდი მაგაზე, რომ ანუ ესე დამახსოვრებია ხატვის პროცესში, მაგრამ მაინც დავირთახებ, რომ დავხატო. შემოდგომის სერენადაა ჩემი ყველაზე საყვარელი ლექსი. ვინ რა იცის ესასაკი, რასაც სწავლს მომიტანს. ღმერთო, ჩემო დედა ღმერთო, სიყვარული მომიტან. გამოვშორდი გაზაფხულებს მადლიანს თუ ცოდვიანს, შემოდგომას სხვანაირი აყვავებას ცოდნია. სხვანაირად ზეობს იგი სხვა მანგით და ტკობითა და მეც შემოდგომისფერი აყვავება მომინდა. სულში რაღაც შორეული შუქი გადაფოფინდა, კაი ქალი მომენატრა სიყვარული მომინდა, მშვენიერი მომენატრა ისე ჩემთვის იჩქითად, ლამაზი და ხოშფათული და აგერ რამდენიც გინდა, არ გამოდის არაფერი ამ ამღრეულ თრობიდან, მოკაშკაშე ღვინისფერი სიყვარული მომინდა, არც არავინ არ ბრუნდება ერთგულების ომიდან, დალახრული ციხისფერი სიყვარული მომინდა, დალახრული დანაღმული ისე ჩემთვის იჩქითად, თორემ ქვექვე წმაქა წმუქი აგერ რამდენიც გინდა, ვაი სულო ბრმავნებები გამიკეთის შობილდა, სულ სხვის სანთელს ვეჩურჩულეს შენს ვარსკვლავზე შობილმა, განგებელმა სასთუმანთან სულ სხვა ტაბლა მომიდგა, სიყვარულით გამწავრება, გამგზავრება მომინდა, ნეტა ვინ ხარ, ვინც ხვალე ამ დიდებას მომიტან, ღმერთო ჩემო სასიკვდილე სიყვარული მომინდა, გამოვშორდი გაზაფხულებს მადლიანს თუ ცოდვიანს, შემოდგომას სხვანაირი აყვავება ცოდნია. აქ მიყვარს ერთი ლექსი ძალიან იჩქითად, ეს ადგილი მიყვარს ძალიან. აი ეს სიტყვები აჭარული, კილოდან აღებული, ისე ზუსტად მხდება გულში, სულ მაკანკალებს და როცა ცოცხლ ხასიათზე ვარ, ჩემს თავს უკითხავ ზურაბ გორგილაძეს ლექსებს და აუცილებლად დავხატავ მის პორტრეტსაც, იმიტომ რომ მე არ დამიხატია მისი პორტრეტი და ნახოთ აბა როგორი გამოვა და არაჩვეულებრივი წიგნია. რატომ მომწონს ზურაბ გორგილაძე? იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან კარგად ჩანს აჭარული სული მის ნახატებში. რეალურად სულ მაინტერესებს თუ არ ხარ აჭარელი, როგორ აღიქვამს მის ლექსებს, იმიტომ რომ ანუ მაგრამ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც არიან გურულები, იმერლები, ხევსურები და მითხეს რომ ყველაზე პოპულარული ის არის ვიდეო ფაილი, სადაც აი ბუბასოლიძე ვარ მოხსენე, ჩემი მეგობარი კითხულობს ანჩიკა სანთლებს. მეგრელია, სუგდიდელია. და რა ვიცი, ზურაბის პოეზია იცის, ლამის შეიძლება ბევრ აჭარაში ცხოვრებზე უკეთ. არაერთხელ მქონია შემთხვევა სხვა კუთხეში, ძალიან კარგად იცნობენ, ახლა შეიძლება ვამბობ როგორ არის ქვამენო. ალბათ კითხულს არა აქ არც კუთხე და არც მithumetes ეროვნება. მეც მგონია რომ ისეთი არის რა ქვია ყველასთან მივაგულთან, იმიტომ რომ ძალიან ექსპრესიული და ემოციურია, მაგრამ თუ აჭარელი ხარ კიდევ უფრო ღრმად გრძნობ ამ რაღაცნაირი ტალღას, იმიტომ რომ რაღაცები არის სიტყვები მიხშირად უკითხავ ჩემს მეგობრებს და მეკითხებოდნენ ეს სიტყვა რას ნიშნავს, მაგრამ ინტუიციურად მაინც ხვდებიან რას ნიშნავს და მე ხა აქ გავაკეთებ რაღაც ჩანახატს. ეხლა იცი რა არის? მოვიდა დრო, ხო, სანამ გადავალ მაგნატზე ერთი წიგნი კიდევ მიდევს მაგ საინტერესო ნაწილზე. ანა ფრანკის დღიურები. დაკავშირებულია თეატრთან, იმიტომ რომ დაახლოებით აღარ მახსოვს ცოტა ხნის წინ შენ დამპატიჟე სპექტაკლზე და ვნახე ახალი სპექტაკლი ანა ფრანკი. მე რა თქმა უნდა ანა ფრანკი წაკითხული, მასაც ჩემი საყვარელი ბავშვობი. შენ და ნახო სტუდენტების მიერ გაკეთებული ანა ფრანკი. ეს რომელიც ნახე, ანუ შენახე თეატრში რო იყო. ეს ხო თეატრს დადგმული, ახალგაზრდის თეატრში, მაგრამ შენ ნახო ძალიან კარგია, მაგრამ მეხსენებინა გადაცემაში, იმიტომ რომ მე მას ვიცნობდი და პატივს ცემდი
და ახო მეგობარი არ იყო, მაგრამ აი პროევროპულ აქციებზე ხშირად ვიყავით ერთად და ძალიან ემოციური იყო მისი სპექტაკლის ნახვა. თავიდან დავიწყე კითხვა, იმიტომ რომ მომნატრებია სპექტაკლი იყო არაჩვეულებრივი. მე ჩემი შვილიც წავიყვანე, იმიტომ რომ წაკითხული ქონდა ანა ფრანკი და მიტირა სპექტაკლზე ემოციისგან და ჩემო მეგობარმაც კი. მაინტერესებს როგორი არის მუშაობა თეატრში და თუ მოგწონს ეს როლი და ამას უბრალოდ წლებია მუშაობ უკვე თეატრის მენეჯერად. ეს როლი შენთვის როგორი არის, ანუ რა მოიტანა თეატრში მუშაობამ შენთვის? თეატრში მე, როგორც თანამშრომელი ვარ უკვე 20 წელია. თითქმის 20 წელია. მაგრამ ახლა თეატრში არ დავადებულებ, რომ ბავშვობაში სულ ვიყავით ფაქტიურად, იმიტომ რომ ჯერ რომ ველოდი ბავშვთა სახელმწიფო ანსამბლში, მე ბავშვთა ოპერაში და ჩვენი რაღაცა ბავშვობა უკავშირდება ბათუმის დრამატულ თეატრს. მომწონს კი არა, რა ვიცი, ეს არის ჩემი თავარი ნავსაყუდელი და ჩემი პროფესიაც, აი მე ვარ ხელოვნების მენეჯერი. ეს არის ჩემი პირველადი პროფესია და რა თქმა უნდა თეატრს უყურებ. ბევრი თვალსაზრისით არ არის ჩემთვის მარტო სამსახური რა. ავი რაღაცა და ბანალურად ჟღერს, მაგრამ რა ცხოვრების წესით შეიძლება იყოს თეატრი და ყველა აქტივობა სხვათა შორის რამე თუ ქონია ერთად მეგობრებთან ერთად ძირითადად თეატრს უკავშირდება იგივე ხა ევთიასთან ერთად 2011 წელს ჩვენ ქუჩაში დავიწყეთ სპექტაკლების თამაში. მოყარულ მსახიობები შემოვიყვებით ასე ვთქვათ და ძალიან დიდი აჟიოტაჟით და საინტერესოც იყო მოკლედ ის ჩვენი ეს ქუჩაში ნათამაში სპექტაკლები და თეატრი არის, რა ვიცი, დიდი სიამოვნებაც არის, სათქმელიც არის, პოეზიაც არის, ბევრი რამ არის თეატრი რა. მე ვერ წარმომიდგენია, რა ვიცი, სხვაგან თუ ისეთი სიყვარული რომ რაღაცა საქმეს აკეთებ, რა თქმა სიამოვნებს და თან სამსახურია შენი. რამდენი ვიცით რომ მუშაობენ, მაგრამ ის არის მხოლოდ სამსახური მათი და არა სიამოვნება. ჩემ შემთხვევაში ურთავ ერთად არ მიყვარს მე ძალიან ჩემი საქმე და ის რასაც ვაკეთებ. და არ ვაკლებ მონდომებას, ის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ რა. რომელია შენთვის ყველაზე ისეთი ემოციური აჭარული სიტყვა? არ ვიტყვი მაგას. მიდი რა უნდა თქვა? არა გამორიცხულია. რატომ? დრო უცბაწური სიტყვაა. მე რა უნდა თქვა? არ ვიტყვი. კარგი, მაშინ ისეთი არა უცბაწური უნდა თქვა. როცა რაღაც გიხარია რომელ სიტყვას ამბობ? მიხარია, რომ მიხარია, რა ვიცი, ძალიან მაგარია. არ ვიცი, არ მაქვს პასუხი. მე შემიძლია ჩამოგითვალო უამრავი, მაგალითად ძალიან მიყვარს ჩამოთვალე და მე ამასობაში ფრაზას დავამთავრებ. მუზირი ძალიან მიყვარს ისეთი სიტყვა. კიდე მიყვარს ნენე. როდესაც მე გოგოშვილი თუ მეყოლებოდა აუცილებლად ნენეს დავარქმევდი. კიდე ძალიან ბევრი სიტყვები ვასწავლე, სხვათა შორის თბილისში რუსთაველოვანი აკადემიაში, ჩემს ჯგუფელებს, ანუ აკადემიელ მეგობრებს და დღემდე ახსოვთ და იყენებენ. ფიქრობ, რომ ძალიან მხიარული სიტყვები გვაქვს, საჭარლებს და ანუ რაღაცნაირია გულზე ეფინება. მიხო, ეხლა დადგა დრო, რომ შეცვლილი როლები იყოს და შენ უნდა მკითხო 7 შეკითხვა. ანუ რაც გაინტერესებს ჩემზე. ძალიან მაინტერესებს რაც დამისვამ შეგიძლია ვეცდები რომ გულსფელი ვიყო. აქ თარიღიც უნდა დავწერო? ბატონო? თარიღიც უნდა დავწერო? კი, თარიღი აუცილებელია მაგ შემთხვევაში. არ დახედო ნახაც, მე ბოლოში დაგაჩვენ. მე ვფიქრობ, რომ დღესაც გამომივიდა შენი ხასიათის დაჭერა. ამას უბაში ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ვართ მეგობრები. 2020 თარიღიც მახსოვს, როდის გაგიცანი 2028 28 წელს? 8 წელს თუ 27-ში, 28-ში ბერლინში რო ცხოვრობდი. 28 წელი არ დამდგარა ჯერ. მოკლედ 2008-ში გაგიცანი ინტერნეტით სხვათა შორის, როცა მე ბერლინში ცხოვრობდი და მე ჩამოვედი და გაგზავნა ჩვენი მეგობრობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთო მეგობრები ბათუმში მანამდეც ვყავდა, მაგრამ აი ასეთი რამ არის. მათ შორის უახლოესი მეგობრობა. უახლოესი ნამდვილად. ჩავაგდე. ხო. ძალიან მაგარია. ეხლა შენი დროა უნდა მკითხო უკვე. აი მე რა კითხო, რატომ ვარდებს ეკლები? ბატონო? ეკლები რატო აქვს ვარდებს?
და რომ არ კონდეს როგორი იქნებოდა. მე მგონი რომ არ კონდეს მაგაზეც კი პასუხობ შემდგარი არებას. ანუ ეკლები რომ არ კონდეს ალბათ უფრო ვარდი იქნებოდა. მარტივი იქნებოდა მისი მოკრეფა და ზუსტად მაგი არის მუღამი რომ რთულად შეიძლება მოკრიფო და ანუ მოსაპოვებლად რთული არის ალბათ. უეკლო ვარდი რაღაცა ვისკაუგონია. ანუ მიგა მიგონია. ხო. ჩემთან ვარდებს ყველას დავაძრე ეკლები. აი სხვათა შორის ეს არის ებრუს საღებავის ებრუს ხმხაშო მე წყალზე ხატვა ესენი გაკეთებული მაქვს ვარდის გასხლილი ტოტებისგან და თუ გამოიცდებ მაგის თავები რა არის აი რისგან გავაკეთებ თავისა მიყვარს სხვათა შორის ვარდის გასხვა პროცესი და უკვე ანუ მე ვაგროვებ რომ ჩემი ფუნჯები გავაკეთო მე მგონი არ მაქვს შენთან ნათქვამი ეგ რისგან გავაკეთე ვერც გამოიცნობ ალბათ დაფიქრია რა შეიძლება იყოს ეგ. იმიტომ რომ სხვანაირად არ დაიხატება ისეთი ნივთიერებებია ეს წყლის საღებავი რომ რეაქციაში შედის და მაქედან არ შედის და მე რა წყალში ფერები არის სუფთა. ხო რა ასეთი მაგარი რა არის რა ვიცი ვერ ხვდები. თოჯინის თმები. არა, მიგანიშნებ რომ ერთ-ერთი ცხოველისგან. ნუ რაღაც ცხენის მაში. კი, ცხენის ძუა ეგ და ცხენის ძუა ახლა ნუ ყველაზე ისეთია. მაღალფიანი აჭარიდან მიგზავნია და სამეგრელო. პირველი უნდა მეთქვა რა რატომ ვიფიქრე რომ ცხენის ძუა არ იქნებოდა თორე. ხო. ძალიან მიყვარს ცხენები. მე ხომ უნდა მკითხვა უცებად შეკითხვა ტრადიციას ვერ დაარქვა. რამდენი წლის ხარ? სხვათა შორის მაგასაც ვიტყვი 43 წლის გავხდი და მე სულ ვამბობ არაერთ ინტერვიუში მithქვამს რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე არ ვცნობ ასაკს, შინაგანად ჩემ ფიზიკური საათით, ახალგაზრდად ვცნობ თავს და საქართველოში ძალიან ბევრს ფიქრობენ ასაკზე და ვთვლი რომ სულიერად არ უნდა დავბირდე და ფიზიკურად და ჯანსაღი ცხოვრების წესით თუ მიყვები ადამიანი ეს ყველაფერი პასპორტშია მარტო ციფრები, იმიტომ რომ მე თავს ბევრად უფრო პატარად ვცნობ და ვერასდროს ვერ ხდებიან ჩემს ასაკს და ძალიან მწყინს, როცა საქართველოში ამ ასაკში უკვე ძალიან ასაკიანი გონი ხარ და რეალურად ახალგაზრდა ხარ, იმიტომ რომ ევროპაში 40 წლიდან იწყებენ ცხოვრებას და მე ვთვლი რომ ყველაზე საუკეთესო ასაკი მაქვს ეხლა და მიყვარს ჯერჯერობით არ მაქვს ნაოჭები, მაგრამ ნაოჭებიც რომ ექნება, ეგ ნაოჭებიც მეყვარება და ამით იმის თქვა მინდა რომ ყველა ასაკში არის სილამაზე და ყველა ასაკს არ მეშინია სიბერის არ მეშინია. შენ გეშინია სიბერის? ვაფშე არ ვფიქრობ სიბერეზე. ასაკს კაცები არასდროს არ მალავთ, მაგრამ შენ შეგშინებია ასაკის მომატებაზე? ვაფშე არ ვფიქრე მას რაღაცებზე არ ვფიქრობ მას რაღაცებზე. მიხო. ჯო ახლა ასაკთან ერთად ჩვეულებრივ ჯანმრთელობა მოერყევა და რა თქმა უნდა არ მინდა რომ ისე რა ქვია მქონდეს ცუდი ჯანმრთელობა ეგ ხან არა მაგალითად მიფიქრია მაგრამ შიში ვაფშე მიშინია არაფრის ასე მგონია. მიხო, შემდეგი შეკითხვა, 7 შეკითხვა უნდა იყოს, 2 ჩაგეთვალა. 2 თქვი უკვე? ხო, 2 თქვი, ახლა შემდეგ. შენის გახსოვს ბავშვობაში რო იყო ეს, რა ქვია, მეგობრობის დღიურები რო იყო. აფსებია? კი, როგორ არა. კი. და ჩემი დღიური იყო ყველაზე პოპულარული, იმიტომ რომ ნახატები იყო ბევრი და ყველა მემთხვდა. მაგ იყო ერთი ასე კითხვა თუ გახსოვს? კითხვა იყო ასე. ნახატი დამთავრებულია, მაგრამ რადგან საუბრობთ მაინც რაღაც მე ზუსტად ფრაგმენტებს გავაკეთე. ავდგები. მაგრამ შეკითხები უნდა დაამთავრო. ხო და აი ფიქრობ ახლა რა, მაგ მეგობრობის დღიურში იყო ასეთი შეკითხვა და მაგას დაგისმენ რა. აჰა. სტოპ რა გესმის ახლა? ბატონო, როგორ? სტოპ რა გესმის, არ გახსოვს ეს შეკითხვა რა იყო? არა, ეგ შეკითხვა ჩემს დღეში არ იყო. ყველგან ერთი და იგივე შეკითხვები იყო. არა, რეალურად არ ყოფილა. რა ფერი მოგწონს რაღაცა, ესეთი და ერთი იყო მაგი რომ რა გესმის ახლა. რამხელა შანსი მოგეცი რომ აქ ყველა შეკითხვაზე გიპასუხებდი და შენ კიდევ არ იყენებ. ხო, მაგრამ რა მითხარი რა კითხვა და კითხვა. არა, ასე არა, ჩაწყობა არ მოსულა, უნდა იყოს გულწრფელი შეკითხვები. აი, რა გაინტერესებდა და კარგი, ეს მაშინ მითხარი არა, უნდა დასვა შეკითხვა, იმიტომ რომ ტრადიციას სტოპ რა გესმის, მესამე შეკითხვა ეს არის. არ მესმის არაფერი, მეოთხე შეკითხვაზე გადავედი. ანუ არ გესმის ახლა, აი მე მესმის მაგის ხმა მესმის. აჰა. არ მაქვს ასოციაცია მაგ სიტყვაზე საერთოდ და ეხა შემდეგი შეკითხვა მაშინ. აი მე რა გითხო, მაშინ იგივეს კითხავ, შედაც ვკითხე, მე რა შეცვლიდი ბათუმში. ძალიან ბევრ რამეს შევცლიდი. მე ვოცნებობ, რომ ძველი ბათუმი გახდეს საფეხმავლო. ამაზე მიფიქრია ძალიან ხშირად და და როგორ წარმოვიდგენე ვინც იქ ცხოვრობს, იმას რა ეშქება. მე აი გეტყვი, ყველაფერზე მაქვს პასუხი.
მე ვფიქრობ, რომ ძველი ბათუმი უნდა გახდეს საფეხმავლო, აუცილებლად უნდა იყოს ველო ტრანსპორტის გზები, ადაპტირებული ახლა არა როგორიც არის და სპეციალური საშვები უნდა იყოს, რომ ადამიანები ვინც იქ ცხოვრობენ, მათ შორის ჩემი შვილის სახლიც იქ არის და მე ყოველდღე მაქვს შეხება ამ კუთხით, არ არის წარმოუდგენელი ეს რო გაკეთდეს. ანუ საშვე ექნება ადამიანს, თუ ვინმე ცუდად გახდება, ანუ შევა სასწრაფო დახმარება და ისეთი პატარა და ისეთი ისტორიული ნაწილია, რომ ადამიანებს ფეხით სერინება ძალიან გაუხარდებათ და ეგ მინდა რომ იყოს ბათუმი ესეთი ველოსიპედებით, ფეხით მოსიარულებით და არ იყოს ტრანსპორტი შიგნით. მაგაზე ვოცნებობ და კიდე იმას შევცვლიდი, რომ ავკრძალავდი უკანონო, ანუ შენებლობებს, ძალიან ბევრი დარღვევები არის და ახალ ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ ვთვლი რომ აუთვისებელი ტერიტორიები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგალითად ქალაქის გარეუბნებში და იქ აშენდეს ეს ახალი მაღალსართულიანი შენობები. ძველი ქალაქი დაკონსერვდეს და ანუ ახალი ქალაქი განვითარდეს პარალელურად, მაგრამ ქალაქის ირგვლივ. ეს მინდა რომ აუცილებლად შეიცვალოს. ადაპტირებული გზები მინდა შუშუმო პირებისთვისაც, რაც ძალიან მოწუხებს და მაგას შევცვლიდი აუცილებლად ჩემს ქალაქში და მჯერავს რომ ერთხელ შევხედე. ეს მეოთხე კითხვა იყო, ხო? ხო, ეხა შემდეგი. შემდეგი არის რომ რომელ დღეს დარგავდი მაშინ ქალაქში. ჩვენს ქალაქს ძალიან თუ იცი აბა ჯერო რა ისანი კონკრეტული რა ხეები არის ბათუმში დარგული და ბათუმში რა ხარო მე ხეები ძალიან მიყვარს, ამიტომ ყველა უბანში ვიცი რა ხეებია დარგული და ანუ მე მგონი არსებობს ხე რომ ეს არ დამიხატავს ესკიზით და არ გადამიღია ფოტო. მაშინ რომელი აი ესეთ შეკითხვაც იქნება. ძალიან მაბრაზებს აქვე ვიტყვი რომ ხელვაჩაურში გაჩეხეს ძალიან ძველი და მრავალწლიანი საუკუნის ევკალიპტები. ევკალიპტები ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ევკალიპტები არ შეიძლება რომ ჩვენს ქალაქში არ იყოს, იმიტომ რომ ჭაობს აშრობს და ჯერ ერთი ძალიან ლამაზი ხეა და ბათუმს უხდება და ევკალიპტებს თავიდან დავრგავდი ყველგან. ხო და რომელი ხილი არის ბათუმში, ანუ აი ბათუმის ტერიტორიაზე რომელი ხილი ხდება? თუ დაადაგურებული. მე ახლა პირდაპირ მაგაზე ასოციაცია მომდის მანდარინზე, იმიტომ რომ სერიაც მაქვს მანდარინი. მანდარინი დეკორატიულად შეიძლება დაირგოს ბევრ უბანში, ძველ ბათუმში და დაირგოს, აი ეს კითხვაა რომ რომელს დარგავდი, მაგრამ თუ ხარ მე დაკურებული რომ აი რომელი ხილი არის ბათუმში ყველა ქუჩაზე, ну რა ვიცი, სხვა ეს ხილი. ხო? არ ციტრუსი. ციტრუსი? ხილიც, ну ციტრუსი ხილი. ხილი ესე არ მახსოვს რა ხილი გვაქვს ქალაქში, მაგრამ თუ დაირგვება მაგალითად მიფიქრე მაგაზე წყავი, რომელიც მარადმწვანე, უფრო ხშირად რომ დაირგოს, რადგან მარადმწვანეა, ბათუმის ზამთარშიც იქნებოდა სულ გამწვანებული. და თან ძალიან გემრიელი. კი, მაგრამ ესე მასიურად კვარტალები არ არის ლანდშაფტში ჩასმული წყავის ხე და ამიტომ მე მაგალითად მაგას შევცვლიდი რა, ამის თქვა მინდოდა. შევხედე კიდე. აი შემდეგი შეკითხვა და პარკირებას რას უზენთ? შეხარ ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის კენდვანით. პარკირების პრობლემას როგორ გადაჭრა? მაგასაც მოვაგორებში მე მგონი გავიწყდება რომ არქიტექტურა მაქვს დამთავრებული და მაგ პროფესორზე ვიფიქრია. მიდი გამოუშვა. აი ვოცნებობ, რეალურად გამოსავალი ის არის რომ დაპროექტეს ცალკე ავტოსადგომები, მრავალსართულიანი ავტოსადგომები, ბევრი რომ განტვირთვა მოხდეს სამხატვრო. სადგა ადგილი არ გაქვს. არის მაინც შესაძლებელია გამოიყოს ადგილები და იშალოს მაგათაც ძველი შენობებიც და აშენდეს და შეიძლება ქალაქ გარგარე, ანუ კვარტალში ერთი კომპლექსი რო აშენდეს, ეს საკმარისია და მაგის საშუალება გვაქვს. და აღარ უნდა ნებართვა არ უნდა გასცენ ისეთ შენობებზე, რომელსაც თავისი პარკირება, ანუ არ აქვს ტერიტორია, ეგ არის დიდი შეცდომა. და მე რო ვიყო, ანუ ქალაქის არქიტექტორი, მაგას არ დაუშვებდი, დავანგრევდი, გავათავისუფლებდი ტერიტორიებს და ნებართვას არ გავცემდი ახალ შენობებს, რომელსაც არ ექნებოდა ყველაფერი წინასწარ პროექტში ჩადებული. ესა გამოსავალი. შემდეგი შეკითხვა. რამდენია უკვე? ამერია დათვლა, მაგრამ ხუთი. ხო, კიდე ორი შეკითხვა. კაი, ასე რა ქვია. ყველაზე გემრიელად რომელკაც ამზადებ? ბორანოს ვაკეთებ არაჩვეულებრივად და ჭადს ვაცხობ კიდე ძალიან კარგად და კიდე ვაკეთებ სინორს კარგად. შენ გეცინება, მაგრამ ჭადს რა გამოცხობა უნდა გასა? ჭადსაც თავისი ხელი უნდა, როგორ გეკადრება ყველა კი ვერაც ხობს ჭადს, მაგრამ კაი, ჭადი თუ არ მეთვლება, სინორის გაკეთება მიყვარს ძალიან და კიდე ბიშის გაკეთება ბევრმა არ იცის, ეგ ბიში რა არის, ჩემს მეგობრებს მესახელოსნოში ხშირად ვკეთებ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ხო სხვათა შორის დღეს ვფიქრობდი, რეცეპტი გამოვართვი ერთ ჩემს ნათესავს, რომელიც ამცდას კურორტზეა და იქ დავინახე, რომ გამოაცხო. მინდა რომ
ყათმერი გამოვაცხო. გიჭამია შენი ყათმერი? ჩემი საყვარელი ბებია მიკეთებდა ბავშვობაში, თან ბეშუმში მიკეთებდა ყოველთვის და ცომი ვიკითხე როგორ გავაკეთო. ეს არის ტკბილეულობა ხაჭაპურში ნიგოზით და მით რა ქვია შაქრით. შეიძლება შერბეთის გამოიყენო და უგემრიელესია და ვაპირებ სახელოსნოში მეგობრებს დავამეგემოვნებინა. რაც უნდა უცნაური იყოს ეს მარტო ჩემთვის გურმანი არ ვარ და შემეზარებოდა რაღაცების გაკეთება და მეზარება კიდევაც, მაგრამ სახელოსნოში მეგობრებისთვის ბევრ რამეს ვაკეთებ და მეხალისება და მომწონს მათთვის რაღაცების გაკეთება და ხშირად ვცდილობ რომ უცნაური რეცეპტებით გავაკეთო, მოვიძიო ან აჭარული ფხალეულობა გავუკეთო, იმიტომ რომ სასწაული ფხალეულობა გვაქვს აჭარაში და მაგალითად გამიკეთებია ფხალობიოს ფართი შენ არ იყავი მაშინ იმ დღეს ციგნის კლუბში და ძალიან მოეწონა შენ არ გიყვარს ფხალობიო გავიკეთებია კიდე აჩმა და კიდე ბევრი რაღაცეები აჩმა ხარ თქო რომ არ მიყვარსო ნუ ჭამა ხარ რომელი საჭმელი გიყვარს შენ აჭარული ყველაზე აჭარული არა აჭარული ყველაფერს ჭამ აბსოლუტურად ფხლის გარდა აი ფხალი ეს არის არ მომწონს თორე დაჩენილი ხარ რაც ძის პროდუქტიდან ცუნთან არის ყველაფერს ჭამს დღეს კი გინდოდა შემწვარი კარტოფილი მაგრამ ვერ მოვასწრე და სხვათა შორის რა უნდა შეწრე კიდე ჩავწერთ პოდკასტს მე ხო მაქვს სახელმწიფო შეშისფეჩი მე სულ ვუწევ მეგობრებს სულ სხვა გემო აქვს შეშისფეჩი ანუ კარტოფის აჯიკით და სუნელ აჭარული სუნელებით ქართული სუნელებით და კიდე მექსიკურსაც ვაყრი და შემწვარი ვაშლი ანუ ხშირად ვუკეთებ მეგობრებს შენც გეკეთა სახელოსნოში იგი გამიგეთე ყველას გავუკეთე და მე შემხვდა ხო ნუ გულისხმობ მაგას კი ერთ წინის შეხვედრაზე იყო კარგი შემდეგი შეკითხვა და მოვრჩიე ნახატსაც 4 წუთი დაგვრჩა აი მაგ 4 წუთში და თან ნახატიც უნდა გაჩვენო ნახატი როგორ გაჩვენო პირდაპირ მოვატრიალო ალბათ შევიარ მოვატრიალო და მეც მოვატრიალო მე ჩემსაც გაჩვენო აი ჩვენ შევთანხმდით რომ ანუ ეს ნახატი ჩემთან რჩება იმიტომ რომ მანამდე რომელი პორტრეტის 2023-ში დავხატე შენ გაქვს ხო რა სადინახავამდე ნახატებს მესამე საერთოდ მაქვს საწყობი ნახატების ოფიციალურად დალოგებული ახლა და ეს ისედაც საინტერესო გამოვიდა რომ ამასაც პორტრეტების გამოფენა გააკეთე. პორტრეტების გამოფენა ხო გავაკეთე თვალისჩინ. ახალი? კი. გააკეთე, ყველაფერი. გულისხმობ რომ პოდკასტში ვისაც დავხატავ, მაგათი გამოფენა უეჭველი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა. თუ მოგეწონება და თუ ძალიან მოგეწონება, შემიძლია ესეც გაჩუქო, მაგრამ რეალურად მინდა რომ ეს დაგხსნას. ანუ შენს ნახე. რა კარგი ნახატი გამოვიდა, აი ნახე, სარკეში თუ გამოიჩნდება. ანუ ჩემთვის თვითმფრინავების ემოცია აქვს. ძალიან ლამაზი ფერებია მიხო. შენ არ ხარ სხვათა შორის. ავტოგრაფიც დამიტოვე, ხო? ავტოგრაფი დამავიწყდა მიხო, აქ უნდა დავაწერო ეს. არ შეიძლება რომ არ დავაწერო ახლავე. დღეს რა რიცხვია? 1 აგვისტო, ხო? ეს არის 1 აგვისტო, 1-08. 1-08-2026. მიხო. როგორ იღბლიანი ხარ მეორეჯერ მოგიწია და ხატვა ადამიანები მეხოცებიან დავაწყე ეხა მოემზადე არ ვიცი კაცში როგორ დავაჩდება ჯერ მე დამანახე რა ბატონო ეს მე გვეწინა საერთოდ შენ დახატული ხო ცარიერი ფურცელი ხო დაინახე ყველა დაინახა გამზადებული ხონდა შენ ხედავ როგორ სწრაფი არის ოჩახში რომელი პორტრეტი უფრო მოგწონს რომელიც ადრე დავხატე თუ ეს ჭავიცი აქ უფრო იქ ისაუბრა ხო იქ წმინდანს გავარდა იქ მოაზროვნეს გავდის სოკრატეს ხო რაღაცა ხო შარავანდედი მაკლდა მარტო და აქ კიდე სხვა რამ აქ ნახე ამონარი უკვე წავიკითხე ეს ვერ წავი აი ხო იგი ბატონო არ ვიცი ახლა თუ გინდა რომ გითხრა რომელი ის მომწონს ყველაზე მეტად რა მომწონს ის გიხარს ალბათ ეს მომწონს თვალები მომწონს აქ ყველაზე მეტად ფერი ასოციაცია გქონდა მწვანე ტბის ფერიდან შუამთის ტბებიდან ვიცი რომ შენც გიყვარს და მეც მიყვარს ის საკი მოგეთ მე ვფიქრე რომ შენ პორტრეტი გამოვიდა მოგეწონა მოკლედ მეგობრებო გამოიწერეთ ჩვენი არხი არტპილოტი ყველგან და თუ გინდათ რომ ნახოთ ვის პორტრეტს გავაცოცხლებ შემდეგ პოდკასტში აუცილებლად უნდა დაგვიჭიროთ ხარი და გამოიწერეთ ჩვენი არხი ეს იყო მიხო ჩემი მეგობარი და მისი ახალი პორტრეტი თავარია ვინ იქნება შემდეგ დამთავრდა მადლობა ნინო დიდი მადლობა ოჩახ შენ რო ფაქტიურად დროს საქენი რა ვქნა აჯობე ახლა იმედია ეს კი მოდი ნახე ზუსტად 1 საათზე გაჩერდება აი დრო ნახე